ახლა შენი შეყვარებული ჩემი შეყვარებულია. შენ გინდა ჩემი ლორა კაფეში წავიდნო? იცი კამილ, რადგან ჩვენ ახლა წყვილი ვართ, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი სხვა მოზარდებისთვის. დიახ, მე მზად ვარ ვიყო მაგალითი ყველასთვის. ასე რომ მომისმინე და დაიმახსოვრე. მე შევიმუშავე წესები ჩვენს ურთიერთობაში. გამარჯობა ბიჭებო. კოცნას აპირებენ ახლა თუ არა? აიწიერა ფაზლ, მეც მინდა დავინახო. ჰეი, სხვათა შორის მეც მაინტერესებს ეს. ჯანდაბა ჰალ, ხახვის სუნი აგდის. ისევ ხახვი შეჭამე? რა თქმა უნდა, ხახვი ჩემს კუნთებს კიდევ უფრო ამდიდრებს. ჯანდაბა. ჰეი ბიჭებო, ახლა ჩვენი ჯერია. რა ხდება აქ? გზა მომეცით. მენდი, დადეგი რიგში, ყველას უნდა დაინახოს. მე ვარ კამპუსის ადმინისტრატორი. მასწავლებელ მაქს ეტყვია მას? ზუსტად, ამის შესახებ მისტერ მაქს მოვუყვები. პირველი წესია. მე ძალიან მიყვარს წბილეული. ყოველთვის უნდა მაჯუქო ჟელიბონის დათვები. ჩვენ ძალიან გავართ ერთმანეთს ლორა. მეც მიყვარს ჟელიბონის დათვები. შეგიძლია აიღო ერთი ცალი. მეორე წესი. როგორც ჩემი მეგობარი ბიჭი, მინდა რომ ატარო სათვალე და ატარო პენის სკეიტბორდი. ეს რა, ბენსისგან აიღე? არა, შენთვის ვიყიდე. სინამდვილეში ეს არ არის ჩემი სტილი, მაგრამ ამას ჩემი შეყვარებულისთვის მაინც გავაკეთებ. ახლა ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი წესი. შენ უნდა დაივიწყო ფაზლი, ჰალკი და ნაიცი. ახლა მთელ დროს ჩემთან ერთად გაატარებ. მინდა თქვა, რომ მე მეგობრები უნდა მივატოვო ახლა? და რა მოხდა, რომ შენ ამას აკეთებ შენი შეყვარებულისთვის? მე ამას არ გავაკეთებ. მაშინ ჩვენ დავშორდებით. კარგი, მე დაველაპარაკები ბიჭებს. კამილ, რა მაგარი ხარ? ჩემი მეგობრები შურით გასკდებიან რომ გაიგებენ. ჰეი მეგობრებო, უკან დაიხიეთ. ახლა ჩვენ გვაყურებინეთ. შევხვდებით კაფეში. მალე გნახავ. ჰეი, კამილ, რა ხდებოდა მანდ? ეს მართლა ძალიან სასაცილოა. დაგ, გაიციე გვერდით. ბენს მთელი დღე ასეთი ცუდი სახით აპირებს სიარულს. ნუ ხარ სევდიანი ბენს, ჯობია დონატი აიღო. არ მინდა თავად შეჭამე. რა მოხდება თუ ასე ვიზამ? ეს მართლაც სასაცილოა. დაგ, ეს ახლა საერთოდ არ არის სასაცილო. ეი ბენს, ლორას გამო ნუ იქნები ცუდ ხასიათზე. ის კამილთან არის და ახლა შენთვის დრო ნამდვილად აღარ აქვს. შემეშუმეთკი ახლავე დაგ. ჯობია დამეხმაროთ მის დაბრუნებაში. მე უკვე ძალიან მენატრება ის. მე მაქვს იდეა. მაგარი მანქანა ვიქირაოთ და გოგონები დაუპატიშოთ სასეირნოდ. აბა ამაზე რა სიტყვით? მერე ლორა იკითხავს. საიდან გაქვს ასეთი მაგარი მანქანა? და ვეტყვით რომ ეს შენი მშობლების საჩუქარია. ჰა? მართლა რა იდიოტები ხართ? როგორ ვიქირაო მანქანა თუ მართვის მოწმობაც კი არ მაქვს? მართვის მოწმობის გარეშე მანქანას ვერ იყიდით, მაო. კარგი, მაშინ საკმარისია. მე წავალ და კამილს თვითონ გავუმკლავდები ახლა. მიდი, გითხარი, ლორა კარგად კოცნის თუ არა, ძმაო? სუდი ამბავი მოქვს. მე ცოტა ხანს ვერ შევძლებ თქვენთან ურთიერთობას. რა? მე ახლა ახალი შეყვარებული მყავს და მას უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციო. იმის თქმა გინდა რომ Sony PlayStation-ს აღარ ვითამაშებთ გაკვეთილების შემდეგ? და რაც შეეხება წვეულებებსაც აღარ ვაპირებ თუ რა ხდება? ჩვენთან ერთად აღარ წამოხვალ სპორტდარბაზში, ძმაო? როგორც ჩანს, ასეა. შენ გიჟი ხარ? მე არ ვარ გიჟი. მგონია რომ შენ ხარ. ლორას გამო უარს ამბობ შენს მეგობრებზე. შენ თვითონ ხარ გიჟი. რატომ გაიკეთე სათვალე? და რატომ გიჭირავს ეს სკეიტი? ბენს საკოპირებ? ესენი ლორასგან არის. მან თქვა რომ მე ესენი ძალიანაც მიხდება და საერთოდ შეწყვიტეთ წუწუნი. გითხარით რომ მე ახლა უკვე ახალი შეყვარებული მყავს. მეგობრები. ეს ნიშნავს რომ ჩვენ უკვე კამილი დავკარგეთ? ეს ყველაფერი ლორას გამო მოხდა. დღეს კამილი დავკარგეთ. ხვალ კიდევ ვინმეს დავკარგავთ და ასე. მაგალითად ჰალკს. ეს ცუდია. ბიჭებო, ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი მეგობრობა. დარწმუნებული ხარ რომ ეს ტორტი მოეწონება ლორა? დიახ, დარწმუნებული ვარ. მე უნდა ვიმეგობრო მასთან. ის ჩემი შეყვარებულის და ეს ჩემი გეგმაა, გოგოებო. დამიჯერეთ. აქ ხარ, ამინა. ჩვენ კი გეძებდით. რატომ ეძებდი მას?
შენ ამინა არ ხარ. მე შენ არ გელაპარაკები. რა გინდა ლორა? მოკლედ იცი ამინა, რადგან ახლა შენს ძმას ხვდები, გადავწყვიტე შენთან დამეგობრება. ხო მაგარია? ამინას არ სურს შენთან მეგობრობა. მას უკვე ყავს საუკეთესო მეგობრები. დახურა შენი პატარა პირი სტეფ და აღარასოდეს გააღო ჩემთან ერთად. გასაგებია ეს თუ არა? ამინა, მე მოგიმზადე პატარა საჩუქარი, ჩვენი მეგობრობის საპატივცემულოდ. იცი რა, ლორა? სჯობს ეს ნამცხვარი შენს პატარა პირში ჩადო. სულელო. გემრიელად მიირთვი, სულელო. კარგი წავიდეთ, გოგოებო. კარგად ხარ, ლორა? გვპირდებით, რომ ჩვენ დავმეგობრდებით მასთან. შენ გაიძვერა, გოგო. ისე ტორტი გემრიელი იყო? ცუდი ნამდვილად არ არის. ვაუ, ჰეი, ბუშტო, რა იყო? არაფერი. გაკიშდი, შეწყვიტე შეფურთხება. ჰეი, შეწყვიტე. ეს მაგარი იყო. ეს სასაცილოა. სასაცილო არაფერია. თითების მოხატვაში და ბავშვურად თამაში. იცი თუ არა რომ შენ მოსაწყენი და მოსაბეზრებელი ხარ? მოსაწყენი და ნერდი შენ ხარ. მოგწონს თითებით თამაში? მიდი ითამაშე. ახლავე შეგაფურთხებ. შეფურთხება ცუდია, დილან. ნუ ხარ ასეთი ბავშვური. ის არ არის კლასში. ჰეი, სულელებო, კამილი ხომ არ გინახავთ? არა, არ გვინახავს. რატომ პასუხობ მათ გუფი? აქ არავინაა სულელი. ხვეულთავა, ნუ გამაბრაზებ. ისედაც ძალიან ცუდ ხასიათზეა. ბენსის გოგო ახლა კამილთან წავიდა და ბენსი ისია ნაწყენი რომ რატომ მეუბნები ამას ლუზერებს? გაგიშდი? და რა მოხდა რომ? მინდა რომ მან იცოდეს. სად არის კამილი? არ ვიცი. ჰეი, სად არის კამილი? მე ვთქვი არ ვიცი. დაგვანებეთ თავი. ჩვენ კამილი არ გვინახავს. მოგვიანებით მოგიგვარებთ, დაკავებული ვარ. ხო, ჩვენ ახლა ვაპირებთ კამილის ცემას. რატომ მეუბნები ამ ყველაფერს ლუზერებს და აქ? ისინი ახლა მისტერ მაქს ეტყვიან. გავართ ჩამშვებებს? კარგი, წავიდეთ აქედან. სულელები. მოდი წავიდეთ და ვუთხრათ მისტერ მაქს რომ მათ სურთ კამპუსში ჩხუბი ატეხონ. ნუ იქნები ჩამშვები ბუშტო. ოდიში მოიხადე ამის თქმისთვის. შეწყვიტეთ იდიოტები ვით მოგცევა. წავიდეთ მისტერ მაქსთან, სანამ ჩხუბი ნამდვილად დაიწყება. მეგობრებო, ხომ არ გინახავთ კამილი? მე ის არ მინახავს. უცნაურია, ის არცად არ არის. ის შეიძლება ახლა ლორასთან ერთად იყოს. ვერ ვიტანი მეშმაკ ლორას. გამარჯობა მეგობრებო, ლორა ხომ არ გინახავთ? მას ვეძებდით მთელს კამპუსში. მე ის არ მინახავს. ჩვენ ვეძებთ კამილს, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. მე ვიცი სად არის ლორა. ჰეი, ოლივია, რომ გითხრა სად არის ლორა? ლოყაზე მაკოცებ? რა თქმა უნდა, არა, სულელი კუნთიანი. ჰეი, ბიჭებო, აი ისინიც, შეხედეთ. ამაღამ კაფეში წავიდეთ და მე მილკშეიკით გაგიმასპინძლდები, იცი? შენ ისეთი გულხვი ხარ, კამილ. აქ ხარ ლორა? ჩვენ მთელი დღე გეძებდით. ახლა ჩემს ახალ შეყვარებულთან ერთად უნდა ვატარებდე დროს. სად იყავი ძმაო? ბიჭებო, უკვე გითხარით, ახალი შეყვარებული მყავს. ახლა მისით ვარ დაკავებული. ხომ ხედავთ, რასაც გულისხმობ? მოგწონს ჩემს შეყვარებულთან ერთად სიარული? მოგწონს, ჰა? რა ჯანდაბა გინდა ახლა ბენს? არაფერი გვაქვს ალაპარაკო. ჩვენ წყვილი აღარ ვართ. ახლა კამილს ხვდები. ახლა ჩხუბი დაიწყება. კალათბურთელებო, მოშორდით ჩემს ძმას. დამშვიდი ბენს, ახლა შენი შეყვარებული, ჩემი შეყვარებულია და დღეს ჩვენ კაფეშიც მივდივართ. ლორა, დამოვიწყდა ჩვენთვის მაგიდის დაჯავშნა ორ ადამიანზე. ბენს, რა ჯანდაბა ხდება? ისინი კაფეში მიდიან. ნუ დგახარ და ნუ უყურებ. აიღე ჩემი პენის სკეიტი. გინდა ლორა კაფეში წაიყვანო, არა? რა გააკეთე? Bens, Nicky Bens, Richtschubia. Nicky Bens. ფილმე მამიხსნას რა ხდება აქ? ჩემო ძვირფასო ბენს. ჩემო ბენს,
მე დავინახე რომ კამილმა მუშტი დაგარტყა. ჩემო პატარა კარამელო. რატომ დაარტყი მუშტი ჩემს ბენს? ლორა, ჭკუაზე ხარ? მან პირველმა გამიტეხა ტელეფონი. ასე არისო? იცი რა, წაიყვანე შენი ბენსი და გააგრძელე მასთან შეხვედრა. ჩვენ წყვილი აღარ ვართ. სულელი ხარ ლორა, ნახე რა გააკეთე. ეს ყველაფერი შენს გამო მოხდა. კარგად ხარ კამილ? კარგად ვარ. ყველა ვინც მონაწილეობდა ამ ჩხუბში, სასწრაფოდ მოვიდეს ჩემს კაბინეტში. შენ ჩემი გმირი ხარ ბენს, შენ მე დამიცავე. ხო, ჩემო პატარა კარამელო. გზა მოგვეცით, ჩემი ბენსით სემის. საბოლოოდ ლორა და კამილი ერთმანეთს დაშორდნენ. ბავშვებო, მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი ახე. თვალი ადევნეთ ახალ სერიებს.